ესეც ასე და ახლა გეპატიჟები ძალიან სასარგებლო საუბრის მოსასმენად, რადგანაც ვფიქრობ ორ ადამიანს შორის, მით უმეტეს, როდესაც ეს არის ქალი და მამაკაცი, ჰარმონიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და როგორ შევქმნათ აი ეს გარემო წყვილს შორის და რა განსხვავებები არსებობს ფსიქოლოგიურად მამაკაცსა და ქალბატონს შორის, ახლა გავარკვიოთ და შემდეგ დავატკბოთ და დავათფოთ ურთიერთობები, რადგანაც ეს არის მხოლოდ ის, რაც მოგცემს მე ყველაფრის ძალას. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი გვერდდება და მასთან ერთად შევეცდებით, რომ ამოვხსნათ ეს უდიდესი საკითხი. თავარი ალბათ პირველი განსხვავებაზე გავაკეთოთ აქცენტი, ორ სქესს შორის რა მთავარი სხვაობა არსებობს? აი არსობრივად, ინსტინქტით, ანუ არქეტიპულად ვთქვათ, კაცი არქეტიპულად არის უფრო მებრძოლი, გმირი, მეომარი. ქალი არის უფრო დედა ინსტინქტით. აი რატო არის, რომ პატარა ბავშვები თუ გოგონები არიან უფრო სახლობანას თამაშობენ, იქ ბავშვს დააძინებს, დედაშვილობანას, ხო? იქ აჭმევს ბიჭები აუცილებლად თომობანას, ხო? და ძალიან უნდა ეხვერწოს გოგო ბიჭს, რომ მოდი მამა იყავი ჩვენთან, ხო? იმიტომ რომ იმას თავისი სამყარო აქვს. და ეს მერე ძალიან გასათვალისწინებელია ურთიერთობაში, აი ვთქვათ, როდესაც კამათობენ ან შეყვარებულები, თუ თოლქმარი თუ პარტნიორი, ხო? ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია კამათი, მაგრამ ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ისეთი ფორმით მოხდეს ეს კამათი, რომ კაცში არ ჩაირთოს ეს ინსტინქტი, ანუ მებრძოლის, გმირის, მეომრის, იმიტომ რომ ამ დროს ის ქალში ვეღარ ხედავს ქალს, ხედავს მხოლოდ მოწინააღმდეგეს, რომელიც უნდა დაამარცხოს. იმიტომ რომ კაცისთვის თავარია მოგებული ომი, ხო, ის არ უნდა იყოს დამარცხებული, ეს არის ინსტინქტი, ხო, მეომრის, გმირის, მებრძოლის, ხო? ამიტომ ეს ძალიან და ქალს შეუძლია, მოქნილია ქალი ბუნებით, ქალი არქეტიპულად აი ხო, არის წყალი ქალი არქეტიპულად, კაცია ცეცხლი და აი წყალი როგორი მოქნილია, ხო, ყველგან წავა ესეთი წყალითან ემოციის სიმძო. შეუძლია თუ მოიდომა ქალს. რა თქმა უნდა, შეუძლია. მადლობაც მოახდებით. და ესე იგი თავისუფლად შეუძლია ქალს ეს ლავირება, ესეთი დიპლომატიურობა, მოქნილება, სირბილე, ხო? სინარნარე, რომ არ მიიყვანოს იქამდე, რომ კაცს ეს თავისი ინსტინქტით ჩაერთოს. თუ ჩაერთვება, ის აუცილებლად დაამარცხებს ქალს. ან ფიზიკურად მოერევა, ან ისეთ სიტყვას ეტყვის, რომ უბრალოდ ფსიქოლოგიურად გაანადგურებს. ანუ წაგებული, საერთოდ ბრძოლა ხო არ არის სწორი, არც საკუთარ თავთან, არც სხვასთან, ნუ იგი თავითვე წაგებულია ყველა ბრძოლა. ეს საერთოდ არის სწორი სტრატეგია, მაგრამ თუ იქ ჩაირთო, ის უკვე ესე იგი თავითვე წაგებული ბრძოლაა. ამიტომ ეს ძალიან გასათვალისწინებელია. ანუ სასურველის მიღება უბრალოდ სხვადასხვა ხერხით ახასიათებს ქალსა და მამაკაცს, ხო? მაინც ყველა ხო, რა თქმა უნდა, ხამასაც ვიტყვი, აი სულ სამ თემას მინდა რომ შევეხო, რომ მოვასწროთ, ერთი იყო ეს, მეორე თემა არის როგორ აღიქვამს სამყაროს კაცი, როგორ აღიქვამს სამყაროს ქალი და მესამე თემა რას ელოდება ქალი კაცისგან, რა ჭირდება ქალს კაცისგან და რა ჭირდება კაცს ქალისგან. ჯერ ას მეორე თემას შევეხოთ, სამყაროს კაცი აღიქვამს უფრო ლოგიკურად, როგორც ამოცანას, რომელიც უნდა ამოხსნას, რომელიც უნდა გადაწყვიტოს, კაცი უფრო ლოგიკური არსება. ქალი მთლიანად ემოცია, ქალისთვის სამყარო არის გამოცდილება, რომელიც უნდა შეიგრძნოს მთელი გულით და მიიღოს ეს გამოცდილება ემოციით. ამიტომ ნახეთ თუ ეს როგორც თქვით ბრძოლა არასწორი სტრატეგია, მაგრამ მაინც თუ ჩაერთვნენ ამ ბრძოლაში ქალი და კაცი, რა თქმა უნდა, მაშინ ნახე კაცი რა შვება ამ დროს, რომ კაც ლოგიკურად უნდა დაუმტკიცოს ქალს რაღაცეები და ქალს უნდა რომ თავისი ემოციის გარდაქმნას და გადააკეთოს კაცი, რაც არასწორია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ შევცვლით, უბრალოდ ვიღებთ ისეთი როგორც არის და ეს არის სიყვარულის მთავარი არსი, უპირობო მიღება, ხო, რაც რთულია, მაგრამ არსი ეს არის. რომ იღებ ისეთს როგორც არის და ოღონდ სხვადასხვა გზებით აკეთებენ ამას ქალი და კაცი. ქალს რატომაც გონია, რომ აი თვითონ თავისი ემოციით, გრძნობით გარდაქმნის და შეცვლის კაცს და ამ ბრძოლაში ერთვება და ნუ კაცს თავისი აქვს. აი მესამე რაც ძალიან საინტერესოა და ამას თითქმის ყველას ვეუბნები, ვინც მოდის ჩემთან ფსიქოთერაპიაზე, რომ ნახეთ ორი რამ ჭირდება, ნუ ბევრი რამ გვჭირდება ჩვენ, მაგრამ ორ ძირითად რაღაცამდე დაჰყავთ ფსიქოლოგებს, ორი რა ჭირდება კაცს ქალისგან. ეს არის ნდობა და აღიარება კაცს ქალისგან. ქალს აბსოლუტურად სხვა რაღაცა ჭირდება, ასევე ორი მთავარი, თორე ბევრი რამეა. ქალს ჭირდება რომ
იმ კაცის გვერდით დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და მეორე მუდმივად იგრძნოს, რომ იმ კაცს უყვარს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ქალისთვის ჯერ არის სიყვარული, მერია საქმე, კაცისთვის ჯერ არის საქმე, მერია სიყვარული. ეს ამითიც განსხვავდებით ჩვენ და ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ კაცს რო ჭირდება ეს ქალისგან ნდობა და აღიარება, კაცი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ იმ ქალისთვის არის მთავარი მამაკაცი, რომ იმ ქალისთვის არის მეფე. და თუ კაცმა იგრძნო, რომ იმ ქალის მეფეა, ის ყოველთვის მას მოექცევა როგორც დედოფალს. იმიტომ რომ მეფეს გვერდით დედოფალი ჭირდება. და ეს სულ უნდა იგრძნოს კაცმა. ხა თუ ქალი ეუბნება, რომ აი მამა ჩემი ესე აკეთებდა და შენ ამას ვერ აკეთებ და აი ჩემი ძმა და ეს შედარება, თუ გინდა რომ გააგიჟო კაცი, უნდა შეადარო სხვა მამაკაცს. ეს ყველაზე ცუდი სტრატეგია შედარება. უკვე ის გძნობს, რომ ვერ არის ხო პირველი მამაკაცი, იმიტომ რომ მამას ახსენებენ თუ ძმას თუ ბიძას არ ვიცი ვიღაცას, ხო? ან პირველ ქმარს, ხო? ან ყოფილ პარტნიორს, ხო? და ასე შემდეგ. ის უკვე ქვეცნობიერად სხვა ქალის ძებნას იწყებს, რაც არ უნდა უყვარდეს ეს ქალი, ვინც მას აღიარებს მეფედ. ეხლა რა ეშლება კიდე ქალებს ამ სიტუაციაში, რომ ქალი ამბობს, ну თითქმის 99% ქალს ეს ეშლება. ქალი ამბობს, რომ ჯერ მე კაცმა მაღიაროს დედოფლად და მერე ვაღიარებ მე მას მეფედ. ну თითქმის ყველა ქალი აქ არის გაჭედილი. არ არის ესე. არ არის ასე, იმიტომ რომ ჩვენ ეს ბუნება უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის და ყოველთვის მოგებული დავრჩებით რა. და თან ქალის ეგო ბუნებით უფრო დამთმობია. კაცის ეგო სხვანაირია. ხო, როგორც თქვით, ის მებრძოლი, ის უნდა გაიმარჯოს და წაგებული ომი კაცისთვის, წარმოუდგენელია და აი რაღაც სიტუაციებში, რა თქმა უნდა, ჩვენ პრინციპი, ჩვენი ყველა ღირებულები, ფასებულობა, არაფერზე უარი არ უნდა ვთქვა, ჩვენი სივრცე უნდა ვქონდეს, გამოვთქვათ ყველაფერი ჩვენი, მაგრამ რაღაც მომენტში ხო ქალს შეუძლია რომ დათმოს, ოღონდ ჯანსაღ დათმობაზეა ლაპარაკი, თუნდაც კამათის დროს გავიდეს სხვა ოთახში და აი ბოლოს სიტყვა თვითონ არ თქვას, ეს ახასიათებთ ქალებს, მე კი ნანობენ ხოლმე რომ აი რა იყო ეხლა გავჩუმებულიყავი, რომ ან გავსულიყავი, ხო, ან გავსულიყავი, ან ეზოში გამესენა, მე ნანობენ, მაგრამ აი თუ ახერხებს ქალი ამას, ხო, ყოველთვის მოგებული რჩება, ყოველთვის, იმიტომ რომ მე კაცი 1000-ჯერ უფრო ითვალისწინებს მის აზრს, იმიტომ რომ ის არ დამაწყდა ამ ბრძოლაში, თუნდაც ამიტომ და ის ახასიათებთ ქალებს უეჯიბრებიან კაცებს, რომ ბოლოს სიტყვა თვითონ, აი ბოლოს თვითონ და რა არ არის სწორი. უფრო მოგებული ხარ, უფრო ბედნიერი ხარ, შენიც თავიც, აი საკუთარი თავიც მე უფრო მოგწონს, რომ ეს შეძელი. და ყოველთვის შედეგი არის ძალიან კარგი ხოლმე, იმიტომ რომ ქალს საოცარი ინტუიცია აქვს, კაცი ამას ხვდება და ყოველთვის მე ქალის აზრს ითვალისწინებს, ამას არ აღიარებს. კი არ ეტყვის, რომ აი ახლა მე შენ რასაც მეტყვი ისე მოვიქცევი. არა, მაგრამ შენ ხედავ, რომ საქმით ითვალისწინებს, იმიტომ რომ ხვდება კაცი, რომ ქალის ძალიან კარგი კონტაქტი აქვს ინტუიციასთან, ეს ინფორმაცია საიდანღაც აქვს. და ისეთ ინფორმაცია, რომ ფიზიკურადაც გადაურჩენია თავისი საყვარელი მეუღლე, შვილები, ქალს თავისი ინტუიციით. ხო და აი ეს ძალიან გასათვალისწინებელი. ვუჭირთ მამაკაცებს ძლიერი ქალის აღიარება. აი რატო არის ეს, რომ თუ შეატყო რომ ძლიერი ქალბატონი, ძლიერი განწყობით, ბუნებით, თავისი ყველაფრით. აი რაღაც შიში ჩნდება თითქოს. მე არასოდეს მიჭირდა გულწრფელად რომ პირიქით მე სიამოვნებდა ძლიერ ქალბატონებთან და სიამოვნებს ურთიერთობას. ყველა კაცს არ უჭირს, აქ ეს უნდა აუცილებლად ვთქვათ. თუ კაცი თვითონ თვითკმარია, თვითონ თავისი პიროვნებით. ანუ მე თუ ჩემ თავში ეჭვი არ მეპარება რაღაც საკითხებში. თუ თვითონ თავდაჯერებულია, თვითკმარია, აი ძალიან კარგ კონტაქტშია საკუთარ თავთან, ხო? ჰარმონიაშია. ჰარმონიაშია საკუთარ თავთან. იმას რატო არ უნდა უნდოდეს გვერდით ძლიერი ადამიანი? არ მესმის. ხო, მაგრამ მე ხო ხვდებით უმეტესობა, რასაც ვუყურებ, ხო, ჩემს გარშემო ძალიან ხშირად სმენიან ინახავს. კი, როგორ არა ხშირად არის ესე, მაგრამ თუ თვითონ არ არის თავის თავში დაჯერებული, თუ თვითონ ვერ გაიზარდა, ვერ გაბედა გაზრდა და სრულად არ აღებული პასუხისგებლობა თავის ცხოვრებაზე და ის გძნობს ამას, რომ ჯერ კიდე რაღაცა მშობლებზეა დამოკიდებული ან რაღაცაზე ხო ვიღაცაზე თვითონ შინაგანად აქვს ეს არასრულფასოვნება, ხო მაშინ რა თქმა უნდა იმას შეეშინდება ესეთი შემდგარი და რაღაცა თვითკმარი და ჰარმონიული ქალის. რა თქმა უნდა, კაცს გააჩნია.
აი ეს უნდა ვთქვათ, ხო. აი გავაგრძელებ არჩილის თემას. ხო, ყოველთვის არ არის ეს არქეტიპულად მოწოდებული, ასე ვთქვათ, ნორმა რეალობაშიც ხოლმე. ხო, ხდება ისე, რომ აი მამაკაცი არ არის დაუშვათ ისეთ მებრძოლიან ლიდერი და ქალი ითავსებს მერე ამ როლს. ხო, რომ ატყობს, რომ დაუშვათ ვერ მიდის ეს რაღაცა პროცესი განვითარებისკენ, მერე ქალი ხდება მებრძოლიც და ლიდერიც, ასე ვთქვათ, ხო? აი აქ როგორ უნდა იმუშაოს წყვილმა, რომ არ დაირღვეს ეს რაღაცა ჰარმონია და დაპირისპირებაში და სხვა არასასიამოვნო. კი ბატონო, ეგ ხშირად არის. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს პარტნიორს ისე, თითქოს უკვე ისეთია, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ანუ ხელოვნურად უნდა. ანუ ჩვენ სულ მუდმივად ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. თუ ეტყვი კაცს რომ შენ ახლა ამას მაინც ვერ გააკეთებ და მე დაურეკავ მამაჩემს ან ჩემ ძმას. ან მე თვითონ გავაკეთებ, ხო, ან რაღაცა, ხო? ის ამას მიეჩვევა და სულ არ იყოს ესეთი ჩვენ ამას რაღაცნაირად პროგრამას ვაძლევთ, რომ უფრო ესეთი გახდება. მაგრამ ქალს აი ამ თავისი მოქნილებით ისე შეუცვლია კაცი, ერთი და იგივე კაცი. სხვა ქალის გვერდით შეიძლება იყოს ურჩხული და სხვა ქალის გვერდით ანგელოზი. ეს არის ქალის დამსახურება მხოლოდ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალია კაცის გვერდით და ასევე როგორი კაცია. აი ხა ქალზეც ვთქვათ, ხო, რომ ვთქვით, რომ ქალს ჭირდება კაცისგან რომ მუდმივად გძნობდეს, რომ ის უყვართ და ძალიან დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ეს სიყვარულის ისინი, ხო, ნუ ეს თქვენც ალბათ ყოლიათ გადაცემაში სიყვარულის 5 ენა არსებობს, ეხლა ამას არ განვავრცობ, ესეც გასათვალისწინებელია ვის რა ენით თუ ესაუბრებით, მაგრამ ზოგადად ხო არის სიყვარულის გამოხატვის რაღაცა, ხან საჩუქარ საჩუქებ, ხან რაღაცა მილიონი ფორმა. თუნდაც ერთი ყვავილი, არ არის აუცილებელი რაღაც ძვირფასით აიგული, რაღაცა ერთი ყვავილი რომ მიუტანო, ის ქალისთვის იმხელა რაღაც ეს სასიყვარულო ზარი. თუნდაც მესიჯი, უბრალოდ მიყვარხარ. დამთავრდა. აი ანთებულია მიყვება მთელი დღე. ოღონდ ეს კაცმა აი უნდა რაღაცნაირად დაიმახსოვროს და ამიწყდება. მამაკაცებსაც გვსიამოვნებენ. როგორ არა, მაგრამ მაგრამ ეს რუტინა მე ისე ცვითავს ამ რაღაცებს, რომ ეს ავიწყდება კაცს. რომ და მე მაგალითად ვეუბნები, რომ აი ჩაინიშნე, რომ ამ თვეში უყიდე ყვავილი, რომ ჩახედა შესრულებულია და ქალი ისეთი ბედნიერი, თუნდაც ქალმა იცოდეს, რომ ეს კალენდრით არის ნაყიდი, არა აქვს ამას ქალისთვის მნიშვნელობა რა. მას ჭირდება ეს. ვაიმე ძალიან ჭირდება. თუნდაც იმერთ ყვავილს მე გაახმობს ჩარჩოში ჩასვამს და იმას უყურებს, რომ აი რაღაც ისე მალე გაიგრძნო რომ რაღაცები გრჩება ხოლმე. იმასეც ბრაზობს, რომ ამას ხელოვნურად აკეთებს და აი ეს არ ხო, აი თითქოს ხო, რომ აი თვითონ უნდა მიხვდეს, მე რატო უნდა უთხრა რომ მას თვითონ მიხვედრა გამორიცხულია. ეგ ქალის პრობლემა იქ ყველა ქალის რომ რატომღაც ქალი თulis რომ კაცი ყველაფერს უნდა მიხვდეს. პირიქით კაც ჭირდება თქმა, ყველაფრის გამოთქმა. შენ რა გსიამოვნებს, რა სურვილები გაქვს, რას ელოდები მისგან, რა გაგიხარდებოდა, რას ისურვებდი, რა ინტერესები გაქვს, რა მოთხოვნილებები გაქვს. ამას ვერ მიხვდება კაცი. და ყოველთვის ქალი განსაცდელად მიხვდება რა ძალიან დიდი ბოდიში. აი შენ მარტო შენ ხომ აი აქ რო ზივარ ეხლა, მე მინდა არ მინდა უნდა დავიცვა მამაკაცები. დავიცვა კი არა, არა, დასაცველი არაფერი არ არის. ისე მაბედნიერებს, როდესაც შემიძლია თუნდაც ფოთლით, საჩუქრით, კომპლიმენტით. არ აქვს მნიშვნელობა რაღაცით გავაბედნიერო ჩემი მეუღლე. ეს მე ხანდახან გონიათ რომ მე უფრო მეც სიამოვნებას მანიჭებს ის რომ ვაბედნიერებ, ვიდრე ის კონკრეტული ფაქტი ან მაგალითი, რითიც მივანიჭემას ეს სიხარული. აი და ნახეთ, ეს ქვეცნობიერად ყველა კაცმა იცის რომ თუ ქალი გააბედნიერად, ბედნიერი ქალისგან იღებს კაცი ენერგიას. კაცი ენერგიას იღებს ქალისგან, ქალი სამყაროსგან. და კაცმა ეს ყველა მიცის, ქვეცნობიერად, რომ მის გვერდით ქალი უნდა იყოს ბედნიერი, მან ის უნდა გააბედნიეროს, რომ შენ მე ისევ იმ ქალისგან იღებ იმ ენერგიას, რითიც უნდა ააშენო ეს ქვეყანა და ყველაფერი საქმე გააკეთო. ხო? აი, ზოგჯერ ამბობენ, აი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. ხო, აი, ხდებ არსებობს თუ არა მართლა, აი ამ საუბრისგან გამომდინარე გამიშლე შეკითხვა, რომ ქალმა და კაცმა ვერ, ხო, ეს ფაქტია რომ არსებობს, მაგრამ აი თუ დაუშვათ ეს არის არასწორი მიდგომების ბრალი, თუ მართლა არსებობს ესეთი ხასიათები და ისეთი რაღაცნაირი ხედვები ცხოვრების, რომელიც უბრალოდ თანაცხოვრებას არ ძალიან მნიშვნელოვანია ფასეულობები და ღირებულებები, რომ ეს თავიდანვე გავარკვიოთ. რა გვინდა ერთად, საით მივდივართ? რას ველოდებით ერთმანეთისგან? ხო, აი რა გვაქვს საერთო?
ხო, ეს თუ თავიდანვე გაირკვა და მე აი ეს რაც ვისაუბრეთ, თუნდაც ეს და კიდევ ბევრი სხვა ეს სწორი სტრატეგიებით წავიდა ურთიერთობა, ნუ წესით არ უნდა დაიშალოს. არ უნდა დაიშალონ ადამიანები, ხო? ნუ იქ რა თქმა უნდა გადამწყვეტი მაინც ბავშვობის ტრავმებია. ხო, იმიტომ რომ თუ ვთქვათ იმ ქალს მამა არ ყავდა და იმის მამას ეძებს და მამის ის იმას თხოვს კაცს, რაც მამისგან დააკლდა. ამის გაგებაც შეიძლება. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება დიდი დოზით მივცეთ ადამიანს და მე თითქოს აი ძალიან როგ წყურია უდაბნოში და უცბად რო ბევრ წყალს დალევ და მე აი რაღაცა ასევეც უნდა ხო, არა, მე აღარ წყურია ისე ძალიან და მე შეგვიძლია ჩვეულებრივად მოსვა წყალი, ხო? აი ესეც შეიძლება გავითვალისწინოთ ის ბავშვობის ტრავმები, რომ იმას არასდროს მამა არ ყოლია, ეხლა ჩემგან ცოტა ზედმეტს ითხოვს. იქ შეივსება ის რაღაც ძალიან დიდი დეფიციტი, რაც ცარიელი იყო და მე უფრო გადავა რაღაცა შედარებით უფრო რაღაც ჯანსაღ ურთიერთობად. მაგრამ თუმცა ამის გათვალისწინება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ყველას თავთავისი ბავშვობის ტრავმები აქვს, ხო? და ეხლა ჩვენ ერთმანეთის ფსიქოთერაპევტები ვერ გავხდებით. პარტნიორობას არ არის არც დედაშვილობა, არც ეს არის სხვა ურთიერთობა და არც მე არ უნდა ვიყო ჩემი პარტნიორის ფსიქოთერაპევტი და არც ის არ უნდა იყოს ჩემი მამა ან დედა ან ფსიქოთერაპევტი, ხო? რთულია ეს, თუმცა ამის გათვალისწინება შეიძლება. გაცნობიერებით, რომ მე ვაცნობიერებ, რომ შენ ეხლა იმიტომ იქცევი, რომ აი ეს ძალიან გაკლდა ბავშვობაში. თუმცა ეხლა ამას ვერ მოთხოვ ადამიანს, ეს უკვე რაღაც სრულყოფილებაა, ხო? მაგრამ შესაძლებელია. თუ მოვინდომეთ, შესაძლებელია ამის გაცნობიერებაც, რომ იმას რა დააკლდა, იმას რა დეფიციტი აქვს, იქ აღიარება თუ სიყვარული თუ ასე შემდეგ, ხო? თუ რა ტკივილი აქვს და ამ ტკივილს ეხა როგორ ბრუნებს სამყაროს და როგორ ვლინდება და რაში ვლინდება. თუმცა ეს ძნელია, მაგრამ აი ცოდნა ამაშიც გვეხმარება. რაღაც თუნდაც ელემენტარული რას ნიშნავს ეს ბავშვობის ტრავმები, რას იწვევს მე ეს, ხო? თუნდაც ეს ელემენტარული ცოდნა მე ყოლია წყვილებთანაც ვმუშაობ და ეს უთქვამთ, რომ მე ამას ვითვალისწინებ, რომ ეს ობლობაშია გაზრდილი, ან ამას რაღაცა ის ქონდა და მე ეს მესმის და ისე მიყვარს ხოლმე, რომ ვაიმე რა კარგია, რომ ესეთი გაცნობიერებული ცხოვრებით ცხოვრობენ და რა დაშლით იმას. ის უკვე აუღებელი ციხესიმაგრეა, როცა ესეთი გათვალისწინება ხდება. ხო? ამბობენ, რომ ქალსო სიტყურით უყვარსო, ესე ამბობენ, ხო? აი, ესეც ამაშიც ჩაგვახედეთ, ხო? აი, ქალისთვის სიტყვა საკმარისია, რომ იგრძნოს. ხო, არა მარტო ყურით, რა თქმა უნდა, რომ რაღაცნაირად საყვარელი დედოფალია მამაკაცისთვის და მამაკაცს რა, რითი უყვარს ხოლმე? საქმით, ქალბატონი? არა, ესე მარტივად არ არის. აი, უფრო რაც ვთქვი, ის არის გასათვალისწინებელი. კაცი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ იმ ქალის მეფეა. ყველაფერში ეს უდავლი გამოხედვაში როგორ უყურებ, რას ეუბნები, როგორ შეუქებ იმ თუნდაც რაღაც ელემენტარულს, რომ როგორ ეტყვი, რომ აი რა კარგად გააკეთე, მადლობა, როგორ გამოხატავ ამ მადლიერებას, ხო? ის უნდა გრძნობდეს, რომ შენ ენდობი, შენ მის იმედი გაქვს, რომ მის გვერდით შენ დაცული ხარ. აი ამას კაცი უნდა გრძნობდეს. ამის ხელოვნურად ახალისებაც მოგცემს ზუსტად იმ შედეგს, რაც ხელოვნურს უდავარქმევთ რა. არა, ხო არა აქ ეს მაგარი და მაგრამ შენ რაღაც პატარასაც დაუნახავ და წაუქებ, შეუქებ. ხელოვნურად კი არა, ჩვენ უნდა გაცნობიერებულ. მე დავარქმევდი ამას გაცნობიერებულ. მე თუ ვაცნობიერებ კაცის ბუნებას, მე ამას ვითვალისწინებ და ამას ვაკეთებ. და მადლიერების გამოხატვა ისევ მე მომყოფებს კარგ ვიბრაციაში და კარგად ვარ და გამოხატე რა. რა გიშლის ხელს? რა გიშლის? არაფერი. აი რა გიშლის ხელს, ხო? ან კაცმა რო ახსოვდეს ეს რომ ქალს ჭირდება კაცისგან რომ სულ ხდებოდეს რომ იმ კაცს უყვარს და გამოხატე რაღაცა. აუ იცით რა მაინტერესებს? ხანრით. ქალი არის უბედნიერეს. სუ პატარა ყოფნის. აი თვალები მე ავტომატურად ირთვება. სიყვარულს ერთი ბეწო ყოფნის ქალს, აი ერთი კოცნა რომ გაივლი სადღაც. მიდიხარ გაივლი ლოყაზე. всё, ის დღე ბედნიერია. რა უნდა ეხლა ამას, ხო? კი, მართალი. რა სულ მაინტერესებდა რა ფენომენია, როდესაც მამაკაც მოწონს ქალბატონი გიждდება, ძალიან უყვარს და უნდა რომ ეჯდეს სახლში. მარტო თავისი. ხო. ესეთი რამ პირიქით და ჩემი მჩნევია რომ მამაკაცი როცა მუშაობს და ქალბატონი ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მოცლილი არის, აი აღიზიანებს ის სამსახური. რა არის ეს რო აი და მე დასვავენ სახლში და ის აღარ მოწონთ ის სახლში არ მოეწონება არავითარ შემთხვევაში, ხო? ნუ მესაკუთრეობის გრძნობა ხშირად ჩვენ გვერევა სიყვარულში. ნუ როგორც წესი, უფრო პროცენტულად მეტია ეს მესაკუთრეობის გრძნობა,
გგონია რომ ის ჩვენია ის ადამიანი, რაღაც ვიჭრებით მის სივრცეში. ეს აი ამას არავითარი კავშირი სიყვარულთან არ აქვს. აი არავითარი ამ საქმეს. არა, არანაირი. აი ნამდვილი სიყვარული გონია ეს არის მესაკუთრეობა ამ შემთხვევაში. კი ამას ვერ დავარქმევთ სიყვარულს, ეს არის მესაკუთრეობის გზნობა და სიყვარული ჩანს იქ, როდესაც ორივე კაციც და ქალიც ითვალისწინებს მეორე ადამიანის ინტერესებს, მოთხოვნილებებს და სურვილებს. შეიძლება მე მეჩვენება რომ მისი სურვილი ახლა ძალიან სულელურია, ვთქვათ, აი რაღაც უნდა ეს მესამე ფეხსაცმელი ამ ხალხს როცა აქვს ორი ზუსტად ისეთი, მაგრამ ძალიან უნდა. ხო, ვითვალისწინებ რა. თუ მაქვს ამის საშუალება და ხა თუ მართლა საშუალება არ არის, სხვა თემაა, ხო? და ცალმხრივად როცა ხდება ეს გათვალისწინებები მხოლოდ. არა, ორმხრივი უნდა იყოს. აი კონფლიქტი მან იწყება, როცა არის ცალმხრივი. ხო, და ჰარმონია იქ არის, როცა არის ორმხრივი. როცა მე ვარ კარგად, როცა შენ ხარ კარგად. და შენ ხარ კარგად, როცა მე ვარ კარგად. ხო? და ეს ორმხრივია. დაახლოებით მიღება და გაცემა უნდა იყოს თანაბარი. დაახლოებით. ну, ქალი ცოტა მეც გასცემს, რომ ბუნებით არის დედა მზრუნველი, ხო? ну, ეს ბუნებით არის, მაგრამ დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის ხოლმე, ანუ აქ მუშაობა არის აქვს აზრი და შედეგს მოიტანს და უშუალოდ ამე ყველაფერი შველის გაცნობიერებული ცხოვრება. სწორად დასმული კითხვები. რა შემიძლია მე შევცვალო? რა არის ჩემთვის სასარგებლო? რაღაცა ისე ხო არ ვიქცევი, რომ ვაზიანებ სხვა ადამიანს. ჩვენ როცა არ ვსვამთ ამ სწორ კითხვებს, ეს დაუსმელი კითხვები მე შურს იძიებს ჩვენზე და გვინგრევს ცხოვრებას. ისე დროს ამოხტებიან ისეთი პრობლემების სახით, რომ საკუთარ თავთან პირველ რიგში მაგაზია ლაპარაკი. საერთოდ გაცნობიერებული ცხოვრება მაგას ნიშნავს. ეს კი ორი ტიპის ძალიან ისე რომ ვთქვათ, ორი ტიპის ცხოვრება არსებობს. ან გაცნობიერებული, ან უბრალოდ გაუცნობიერებლად რაღაცა დინებას მიყვები სადღაც და ეხა სად გაგრიყავს ის დინება, რა ვიცი, ცოტას ის არის აეჭვო ხო? და გაცნობიერებული ცხოვრება ეს არის, რომ მუდმივად საკუთარ თავს უსვამთ აი ამ სწორ შეკითხვებს და ქვეცნობიერი გვპასუხობს. შეიძლება იმ წუთას არა, მაგრამ რაღაცა ცოტა ხანში აუცილებლად გვპასუხობს, ოღონდ აი არასდროს ჩვენ ამ კითხვებს საკუთარ თავთან არ ვსვამთ. ეს არის მთავარი. ესე იგი გამოდის, რომ ურთიერთობები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ ამას ვხედავთ. ძალიან მარტივია. აი, უმარტივესია მე რომ მკითხო, თუ იცი ანბანი. აი, როგორც ანბანი თუ იცი წიგს აიკითხავ, თუ ანბანი არ იცი, რაღაცა გაოგნებული თავში ხელს იცემ და არ იცი რა ქნა, ხო? ესე იგი ჩვენ ანბანის სადაც პირველ 200 ოქროში შევეთამაშეთ, წინ კიდე დიდი მოგზაურობა გველოდება, იმედია გვექნება საშუალებები და ქალბატონი ნინოც მოიცის ხოლმე რომ ჩვენ გვესწავლოს ხოლმე და ესე სრულად დავფაროთ ანბანი ურთიერთობებისა და ვიყოთ შეიარაღებული, რომ ჰარმონიული თანაცხოვრება შევძლოთ ჩვენ წყვილებთან ერთად. კი, ორმხრივია ყველაფერი, ასე რომ ყველა უნდა იყოს ჩართული იმაში, რომ ვიყოთ ბედნიერები, ლაღები და მყარი იყოს თქვენ. ძალიან კარგი იყო თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.